საჯარო მოსამსახურეები ახლა ერთიანდებიან დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირში და სწორედ ამ ორგანიზაციის საშუალებით დაიცავენ ისინი საკუთარ უფლებებს. კონსტიტუციის 78 მუხლი ასეთი ორგანიზაციის სახელწოდება და იუსტიციის სახლს მათ რეგისტრაციის თხოვნით უკვე მიმართეს. საჯარო მოსამსახურეები თავად აპირებენ ოცნების რეჟიმის რეპრესიული აქტების წინააღმდეგ ბრძოლას და მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ რაც საჯარო სამსახურიდან გაიგონეს მათ დამოუკიდებელი პროტესტის ხმა, სწორედ ამას მოჰყვა რეაქცია ოცნების რეჟიმის მხრიდან და კანონის სახით შეფუთული რეპრესიული გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ერთადერთ რამეს, მოახერხოს რეჟიმმა ის, რომ მთლიანად მის დაქვემდებარებაში გადავიდეს უკვე საჯარო სამსახურები და პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით გაანაწილოს თანამდებობებით. ამიტომაც ახლა საჯარო მოსამსახურეები უკვე გაერთიანდებიან და ყველა სამართლებრივი რესურსით იბრძოლებენ საკუთარი უფლებების დასაცავად. საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ცდილობენ არასამუშაო საათებში ჩაგვეწერონ, რადგან მათზე უკვე დაწყებულია ზეწოლა და მხოლოდ არასამუშაო საათებში შეუძლიათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. პირველების ინფორმაციით უკვე დაწყებულია ფსიქოლოგიური ზეწოლა საჯარო მოსამსახურეებზე, ასევე დაწყებულია სამსახურიდან გათავისუფლებით დაშინება და ასევე ჩვენი ინფორმაციით ამ დროისთვის მინიმუმ 60 ადამიანია ისეთი, ვისაც უწყვეტენ უკვე ხელშეკრულებას და ბოლო ერთ კვირაში ხდება ეს ყველაფერი. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეები ახლა დაიწყებენ უკვე და ყველა რესურსს გამოიყენებენ იმისთვის, რომ თუ შეეცდება ოცნების რეჟიმი, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რეალურად ხალხს ემსახურებიან, გამოიყენოს პარტიული ნიშნით. ისინი პარტიული ნიშნით ასევე გაუშვას სამსახურიდან, მათი ყველას უფლებები იყოს დაცული. საქართველოს ჩამოყალიბდა ძალიან მახინჯი სტიგმა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორი და ის ქსოვილი, რომელიც აქ მუშაობს, არის რაღაცნაირად პარტიული აქტივი. სინამდვილეში ეს არ არის პარტიული აქტივი, ეს არის ხალხი, ვინც ემსახურება საკუთარი ხალხის პროგრესს და ამაზე ჯერ კიდევ 2010 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ძალიან სწორი სტანდარტი. აი ამ პროგრესის სამსახურის გამოხატულება იყო ასეულობით საჯარო მოხელის მიერ ღიად გამოხატული პოზიცია 78 კონსტიტუციის 78 მუხლის მხარდასაჭერად, რომელსაც შემდგომ უკვე ჩვენ ნახეთ, რომ მოჰყვა ცვლილებების დაინიცირება, რომელიც თავისი არსით მთლიანად ძირს უთხრის იმ მიღწევებს და ღირებულებებს, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმა მოგცა ჩვენ. რადგანაც შემხვედრი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, რეაქციული ნაბიჯი იყო ასეთი ცვლილებების დაინიცირება, რომელსაც სამიზნედ ჰყავს სწორედ ის მოხელები და ის დასაქმებულები, რომლებიც ღიად გამოხატეს თავიანთი კონსტიტუციური პოზიცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება ორგანიზება იმისთვის, რომ ვიყოთ სოლიდარულნი ერთმანეთის მიმართ ამ პროცესში. ეს არის რეპრესიული აქტი და მას ყავს თავისი სამიზნე. ამ ცვლილებას არაფერი არ ექნება საერთო მის ცალკეულ დათქმებს, განსაკუთრებით სამართლიანობასთან და ის ვერ გაივლის. ჩვენ იურისტები ასე ვეძახით ხოლმე, კონსტიტუციურ ტესტს ვეძახით, ვერ ჩააბარებს სამართლიანობის ვერც ერთ გამოცდას. იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა კოლექტიურად ისარგებლეს იმ უფლებით, რაც კანონით აქვთ მინიჭებული, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. თუმცა ამ ყველაფერს მოყვა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ რეპრესიული განცხადებები და ამას მოაყოლეს რეპრესიული აქტი, რომელიც შეფუთულია როგორც საკანონმდებლო ცვლილებები და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში მოქმედი თანამშრომლებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ფსიქოლოგიური წნეხის თუ სხვა მექანიზმების საშუალებით მათზე ზეწოლის განხორციელებას. ამჟამადაც უკვე მიმდინარეობს ზეწოლა და უკვე აქვს ინფორმაცია თუ რამდენი ადამიანი არის არა მარტო ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, არამედ უშუალოდ სამსახურის დაკარგვის ქვეშაც.
საჯარო მოსამსახურეები უკვე გაერთიანებულები არიან დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირში და სწორედ ეს იქნება ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც ისინი მოახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას და ოცნების რეჟიმმა უკვე დაიწყო იმის მცდელობა, რომ გაუშვას სამსახურიდან ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ასეთი ათობით ფაქტი უკვე არსებობს და ამ ფონზე სწორედ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი იქნება ის, ვინც მოამზადებს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტაციას იმისთვის, რომ ამ ადამიანების უფლებებისთვის იბრძოლოს.